გამარჯობათ მეგობრებო, იბერიელნო, მამულიშვილნო, ქართველნო. მოგესალმებით საქართველოსა და ემიგრაციაში, ყველა იბერიელსა და ყველა ქართველს. დღეს ჩემი ლაიფი იქნება მოკლე და კონკრეტულად მოგმართავ თქვენ სიბერიისას და ყველა პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარ ქართულ საქართველოსა და ემიგრაციაში ვისთვისაც ღვთისა და მამულის სიყვარული და ვისთვისაც სამართლიანი კონსტიტუციური სახელმწიფოებრიობა გსურთ სამართლებრივი კონსტიტუციური სახელმწიფოებრიობა საქართველოში რამე თუ თქვენ მომავალ თაობებს თქვენ შვილებს თქვენ შვილიშვილებს დაუტოვოთ სამართლიანი კონსტიტუციური სახელმწიფო და არა ეს რაც 34 წელიწადია ვირტუალური დემოკრატიული სამყარო რომელიც 1991 წლის 91-93 წლების ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ვირტუალურ სახელმწიფოში ცხოვრობთ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ საქართველოში რეალურად კიდე კოლონიურ საქართველოში ამიტომ მოგმართავთ არა როგორც მემარცხენე ძალებს ისე მემარჯვენე კონსერვატორებსა თუ ეროვნულებს ყველანაირი პარტიული იდეოლოგია გვერდზე უნდა გადაიდეს როდესაც სამშობლოს კეთილდღეობაზეა ლაპარაკი და სამშობლოში ერთხელ და სამუდამოდ აშენდეს საქართველოში სამართლებრივი კონსტიტუციური სახელმწიფო რომელიც ყველა ქართველისა და საქართველოში ეთნიკურად არა ქართველი მოსახლე ვინც არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე და თulis თავის თავს საქართველოს სახელმწიფოს თავის სამშობლოს ვისაც გნებავთ სამართლებრივი კონსტიტუციური სახელმწიფო